თირკმელი $35,000, ღვიძლი $120,000, გული $150,000. გონი მიხვდით დღეს რა თემაზე ვისაუბრებთ. ორგანოების შავი ბაზრის ყოველწლიური ბრუნვა $2 მილიარდ აჭარბებს. ორგანოებით ვაჭრობა არის ექიმების, მედდების და შუამავლების ქსელი. რეალური შავი ბაზარი ნიშნავს კორუმპირებულ ავადმყოფებს მესამე მსოფლიოს ქვეყნებში, როგორიცაა ინდოეთი, პაკისტანი, ფილიპინები, აფრიკის და ლათინური ამერიკის ზოგი ქვეყნები. ევროპელები ორგანოებისთვის $200,000 უხდიან შუამავლებს. ისინი კი სთავაზობენ ღარიბ ადამიანებს $3,000-დან $5,000-მდე ორგანოებისთვის და ისინი თანხმდებიან. 2012 წელს ბრაზილიის პოლიციამ დააკავა ბანდა, რომელიც უსახლკაროებზე ნადირობდა. სთავაზობდნენ კარგ სამსახურს, საჭმელს და ფულს. შემდეგ მათ თირკმელს იღებდნენ, სხვა ორგანოების ნაწილებსაც და შემდეგ კი სხეულებს აგდებდნენ. იცოდით, რომ ადამიანის ორგანოების სხეულის გარეშე კონკრეტული ვადით შეუძლია არსებობა. გული 4-დან 6 საათამდე, თირკმელი 30 წამამდე, ღვიძლი 12 საათამდე. შავი ბაზრის არსებობის მიზეზი არის ლეგალური დონორების დეფიციტი. ვიცი ბევრს გონია თუ გახდებიან ორგანოების დონორები და რამე რომ მოვიდეთ, ექიმები მათ არ გადაარჩენენ. ორგანოებით ვაჭრობაში დიდ როლს თამაშობენ ექიმები და სწორედ ამის გამოც ბევრი ადამიანი მათ არენდობა. ახლა გადავიდეთ რეალურ ისტორიებზე. Happy birthday to you. ქედელ ბრაუნი ბრიტანეთიდან გადაწყვიტა BBL-ის ოპერაცია გაეკეთებინა თურქეთში. BBL არის ბრაზილიური დუნდულების ლიფტინგი, რადგან მან ბევრი დაფრინავს სხვადასხვა პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად და ასევე საკუთარ ქვეყნებში საკმაოდ ძვირი ჯდება. ქედელმა ამ ოპერაციაში გადაიხადა $5,400, მაგრამ ქედელმა ამ ფასად შეიძინა პაკეტი, სადაც BBL-ის გარდა ასევე მკერდის გადიდებაც შედიოდა და ეს საკმაოდ იაფი დაუჯდა. ის იმედოვნებდა, რომ ეს ოპერაცია შეცვლიდა მის ცხოვრებას და მართლაც ეგრე მოხდა. 2024 წელს 26 მარტს ქედელ ბრაუნი ოპერაციის შემდეგ აღარ დაბრუნდა. ოპერაციის დაწყებიდან 10 საათში მის დას ლეინს უთხრეს ქედლი გარდაიცვალა. When you go in and you're paying, they're your best friends and they'll help you with anything, but once something goes wrong, it's left to yourself. Goodbye. Asked a few times how long she was going to be, and they just kept saying she'd come in, and then I got a knock on the door and 3 people walked in and just said, can you come with us, please? He just started trying to say, you know, there's complications of surgery, and I just said, as my sister died. And he just said, I'm sorry, but yeah. ლენის თქმით, იმის მერე რაც უთხრეს დის გარდაცვალებაზე, მას გადასცეს კონვერტი ფულით და უთხრეს, რომ ბრიტანეთში დასაბრუნებელი ბილეთი უყიდეს. ეს ისე ჟღერდა თითქოს უკაცრავად თქვენი და გარდაიცვალა, მაგრამ ბილეთი ბრიტანეთში. შემდეგ მოხდა ქედლის სხეულის ტრანსპორტირება ლონდონში და სწორედ აქ იწყება ყველაზე უცნაური ამბები. კორონერმა განაცხადა, რომ ქედელს გარკვეული ორგანოები აკლდა და შეიძლება BBL-ის ოპერაცია საერთოდ არ ყოფილიყო ნაკეთები. ასევე აღმოაჩინეს, რომ ქედელს აკლდა ფილტვის, გულის და ტვინის ნაწილები. არსებობს 2 ვერსია. პირველი, რომ ქედელი მართლა ოპერაციის დროს გარდაიცვალა და ექიმებმა მისი ორგანოები გამოიყენეს სხვა ადამიანის გადასარჩენად. მაგრამ ამის უფლება არ ჰქონდათ ოჯახის ნებართვის გარეშე. მეორე, უფრო ბნელი ვერსია, ქირურგები და მედპერსონალი ადამიანის ორგანოების ვაჭრობის ნაწილნი არიან. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ კლინიკა იყო უცნობი და საეჭვო, მაგრამ საქმე იმაშია, რომ კლინიკა საკმაოდ კარგი იყო. რეკლამებსაც კი უშვებდნენ. ვიდეოებშიც ჩანს სწორედ ის ქირურგი, ვინც ქედელს ოპერაციას უკეთებდა. მისი სახელი, გარეგნობა, ყველაფერი ცნობილია. ქირურგმა ცხადია კომენტარი არ გააკეთა.
მხოლოდ ის თქვა, რომ კედელი მისგან დამოუკიდებელი მიზეზით გარდაიცვალა. გასაგებია, შეძლებაც ესე არის, მაგრამ სად არის ორგანოები? ბრიტანელი ჟურნალისტები დაინტერესდნენ ამ საქმით და ჩაატარეს ფეიქ კონსულტაცია. What's the worst thing that can happen with this, and has anyone ever died? I can truly say that I never ever faced of this kind of serious experience. ბატონო, ახალგაზრდა გეცვალოთ პაციენტი საკმაოდ გაურკვეველ ვითარებაში. მიუხედავად ამისა, ყველაზე შემაშინებელი ის არის, რომ ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი ჩადის თურქეთში პლასტიკური ოპერაციის გასაკეთებლად. 62 წლის დევიდ ჰემფრისი ჩავიდა ეგვიპტეში დასასვენებლად ოჯახთან ერთად. მაგრამ 18 სექტემბერს ის მოულოდნელად გარდაიცვალა. კაცი სასტუმროს აუზში თავის შვილიშვილებთან ერთად თამაშობდა. უეცრად გახდა ცუდად. შემდეგ კი გარდაიცვალა. 2 კვირით ადრე ამ ინციდენტამდე დევიდი თავს ცუდად გრძნობდა. მიიყვანეს იქაურ კლინიკაში და გამოუწერეს მედიკამენტები. გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტის წარმომადგენლებმა დაჟინებით მოითხოვეს აუტოპსიის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი იყო წინააღმდეგი. გარდაცვალების ბრიტანეთში ტრანსპორტირების შემდეგ ჩაუტარეს განმეორებითი აუტოპსია და აღმოაჩინეს, რომ მამაკაცს აკლდა გული და თირკმელი. ეგვიპტის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ორგანოები ლაბორატორიული ანალიზისთვის ამოიღეს და შეინახეს დროებით, მაგრამ დღემდე ოჯახმა ორგანოები ვერ დაიბრუნა. ბაირან ჰედო 23 წლის ჩვეულებრივი ავსტრალიელი ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარდა მოგზაურობა და გადაწყვიტა ბალიზე ჩასულიყო დასასვენებლად. უბრალოდ ვილა აუზით, კოქტეილები, მეგობრები, მუსიკა, ყველაზე ჩვეულებრივი შვებულება, რასაც ტურისტების სტორებში ხედავთ ხოლმე. 26 მაისს ბაირონი სასტუმროს ვილის ტერიტორიაზე აუზში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალურად თქვეს, რომ ეს დახრჩობას გავდა, მაგრამ აქედან იწყება პირველი უცნაურობები. ბაირონს სხეულზე ჰქონდა სისხლჩაქცევები და თავში დარტყმის კვალი. ოჯახმა მაშინვე თქვა, რომ ბაირონი საკმაოდ კარგად ცურავდა, იყო ჯანმრთელი და სპორტით დაკავებული და ეჭვი შეეპარათ, რომ რაღაცაში იყო საქმე. და ბაირონი 4 დღე იყო გარდაცვლილი და მერე შეატყობინეს პოლიციას. ბალიზე დაკითხვაც კი არ ჩატარებულა და მასთან ღამე მყოფი 3 ავსტრალიელი მეგობარი გაფრინდნენ სახლში. ბაირონის სხეული ავსტრალიაში თითქმის 4 კვირის შემდეგ დაბრუნდა. კორონერმა დანიშნა განმეორებითი აუტოპსია და აღმოაჩინეს, რომ ბაირონს არ ჰქონდა გული. ბაირონის დედა მიმართა ავსტრალიის მედიას. ეს არის შეურაცხყოფა. როგორ შეიძლება ჩემი შვილის სხეული სახლში გამოაგზავნო გულის გარეშე და ამაზე ერთი სიტყვაც არ თქვა. ინდონეზიის მხარე ამბობს, რომ ბაირონის გული ამოიღეს პოლიციის თხოვნით სამედიცინო ექსპერტიზისთვის. და ამ შემთხვევაში მათი კანონით არ არიან ვალდებულები ოჯახისგან აიღონ ნებართვა. რაღაც პერიოდის შემდეგ ავსტრალიაში გადააგზავნეს ბაირონის გული, მაგრამ ოჯახის რეაქცია იყო ასეთი. ეს ნამდვილად მისი გულია? ჩაინიშნა დნმ-ის ტესტი, რათა დაადასტურონ, ნამდვილად იყო თუ არა ის გული ბაირონის. და ეს საქმე დღემდე გრძელდება. ოჯახს ყველა უფლება აქვს ჰქონდეს ეჭვი ყველაზე ცუდზე. ოჯახი პასუხს ითხოვს არა მხოლოდ ინდონეზიისგან, არამედ საკუთარი მთავრობისგანაც. მექსიკის საზღვარი არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი მსოფლიოში მიგრანტებისთვის. ტერიტორიას აკონტროლებს ათეულობით კარტელი. უდაბნოები და მიტოვებული გზები სრულად უკონტროლოა. თითქმის არ არსებობს აღრიცხვა, ვინ გადაკვეთს საზღვარს. ყოველ წამს 8000-დან 15000-მდე მიგრანტი იკარგება. ბევრი კი სამუდამოდ. მან ბევრი სხეულია ნაპოვნი, ხშირად ამოღებული ორგანოებით. აბრალებდნენ ცხოველებს, მაგრამ ექსპერტები ამბობენ, რომ სხეულებს აქვს გაკეთებული ქირურგიულად ზუსტი ჭრილობა პროფესიული ინსტრუმენტებით. ბევრი გადაურჩა ასეთ ბედს და ლოს ზეტას ბანაკში აიძულებდნენ სისხლის და ანალიზების ჩაბარებას. ზოგიერთები ღამით მიყავდათ სადღაც და არასოდეს დაბრუნებულან.
ჟურნალისტების თქმით, ტიხუანაში დახურული იქნა რამოდენიმე კლინიკა, სადაც ტარდებოდა არარეგისტრირებული ოპერაციები და ეს იყო ტრანსპლანტაციის უკანონო ცენტრები. რაც შეეხება ჟურნალისტებს, 2010-დან 2023 წლამდე იყო მოკლული 19 ჟურნალისტი, იმიტომ რომ ამ საქმეზე მუშაობდნენ.